რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოჯახოყრიშვილმა ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. პოლიგონი ქუთაისი გეკუთვნის მაგისტრალზე ნიკიას ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს. ფართობზე განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ნარჩენები განთავსდება სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ემავნე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ეკოლოგიურად და სანიტარულად. ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს დავიწყეთ საპროექტო სამუშაოები. დღეს სრულდება უკვე სამშენებლო სამუშაოები. მთლიანად მოწესრიგებულია და გათვალისწინებულია ყველანაირი ეკოლოგიური და სანიტარული ნორმები. პარალელურად ჩვენ გერმანიის განვითარების ბანკთან დავასრულეთ მოლაპარაკებები და იმერეთში ჩვენ დავიწყებთ უკვე შემდეგ წელს რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას. აქ ჩვენ მთლიანად გადავყარეთ ტერიტორია ნარჩენებით, საიზოლაციო ფენით, მოვაწყეთ გზები, მოვაწყეთ გამშვები ჯიხური, სასწორი, მოვიმარაგეთ თიხნარი გრუნტი, გადასაფარად ნარჩენების რო შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება, ასევე რიონის ჭალაკალაყუძე ნაგავსაყრელის გასწვრივ მიმდინარეობს ქვანაყარი ბერმის ნაპირდაცვითი სამუშაოები.